Of course, you know, როდესაც ესპანეთსა და თურქეთს სტუმრად ეთამაშები, ცოტა რთულია საუბარი თუ რა შედეგები იქნება, განსაკუთრებით ესპანეთზე, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო გუნდია. ზოგადად გეტყვით, რომ ჩვენი მიზანი არ შეცვლილა. ესაა წინსვლა და განვითარება. მჯერა რომ თუ ამას მივაღწევთ, შედეგებიც სასურველი იქნება. გუნდის განვითარება ყოველთვის ჩემი პრიორიტეტი იყო და ასე იქნება მომავალშიც. როგორც მთავარი მწვრთნელი ვაცნობიერებ შედეგების მნიშვნელობასაც, მაგრამ ასეთი მაღალი დონის თამაშები კარგია იმის დასანახად, თუ რა ეტაპზეა საქართველოს ნაკრები. კონკრეტული შედეგი ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, თუმცა ჩემი მიზანი ყოველთვის ის იქნება, საქართველოს ნაკრებმა აჩვენოს, რომ მაღალი დონის გუნდია და ჩვენზე ისაუბრონ როგორც რთულ მეტოქეზე, აღვიქვან როგორც რთული და სერიოზული მეტოქე. შემტევი ფეხბურთელებისთვის გოლების გატანა მნიშვნელოვანია, მაგრამ ფეხბურთში დაცვაც მნიშვნელოვანია და ამ მხრივ ბოლო დროს გარკვეული გამოწვევები გქონდა. დაცვაში მიდის თაობათა ცვლა და ახლა ჩემი საქმეა, რომ სწორი ბალანსი ვიპოვო. კარგი იქნებოდა უფრო მეტი ფეხბურთელი რომ იყოს თავდაჯერებული და კარგ ფორმაში. ასეთ დროს უფრო ადვილია ყველაფერი. მიქაუტაძისთვის მნიშვნელოვანი იყო ახალ გუნდში სეზონის კარგად დაწყება. ჟორჟი ვილიარეალმა ძალიან დიდი თანხა გადაიხადა და მნიშვნელოვანია, რომ კარგ ფორმაშია, რაც ჩვენს ნაკრებსაც წაადგება.